მოგესალმებით, თქვენივე დასწრულ კითხვაზე მინდა პასუხი გამცეთ. ბატონო სიმონ, ჭირდება თუ არა მონარქიული მმართველობა საქართველოს? სანამ ამაზე პასუხს გამცემთ, ამ შეკითხვაზე მინდა წარგადგინოთ. უპირველესად ხართ სამეფო კლუბის წევრი ხართ, ეს მინდა რომ იცოდეს საზოგადოებამ, ჩვენს გადაცემა არის სამეფო კლუბის ეგიდით გადის ჩვენი გადაცემა YouTube არხზე და გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არხი თუ გაინტერესებთ ესეთ საკითხებზე. საკითხებით ხარ დაინტერესებული გამოიწეროთ ჩვენი არხი, ჩვენი გადაცემას ქვია საქართველოს სამეფო კლუბის არხია და გადაცემა ლევან ბერაიას მითი რა ქვია წამყვანი გახლავართ მე ლევან ბერაია და გადაცემა შეეხება მონარქიას. ანუ მონარქიულ საკითხებზე გვექნება საუბარი სახალხო კონსტიტუციურ მონარქიაზე. უბრალოდ სწორად რო ვთქვათ, გვექნება საქართველოს ის ყველაზე საუკეთესო მმართველობის. რა თქმა უნდა, მინდა წარგადგინოთ საქართველოს კავკასიის სტრატეგიული კვლევის ინსტიტუტის პროექტორი ბრძანდება ბატონი სიმონი, საქართველოს საგარეო ურთიერთობათა და პოლიტიკურ მეცნიერებათა პრეზიდენტია და ამავე დროს არის აკადემიის პრეზიდენტი და საქართველოს სამოქალაქო თავდაცვის ლიგის პრეზიდენტი. საკმაოდ ცნობილი ადამიანია და საკმაოდ ჩახედულია ამ საკითხებში და ამიტომ ჩვენ გვინდა ესე იგი ამ საკითხებთან დაკავშირებით გვესაუბრა ბატონ სიმონთან ერთად და აი პირველ საკითხს დაგისვით ბატონო სიმონ, სჭირდება თუ არა მონარქიული მმართველობა საქართველოს? აქედან დავიწყოთ. დავიწყოთ აქედან, მოდი გასაგებია. მოდი პირველ რიგში სანამ მაკითხავს პასუხი გავცემდით, უნდა გავუკეთოთ პატარა ანალიზი, თუნდაც ამ 33 წლიანი ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის ისტორიას, ხო? ჩვენ მაქსიმუმად გამოვიარეთ ყველა მმართველობის ყველა ფორმა, რაც მეტად იყო საპრეზიდენტო რესპუბლიკა, იყო გაძლიერებული პრეზიდენტის მმართველობის პირობებში, შეზღუდული პრეზიდენტის მმართველობის პირობებში, გამოვიარეთ რესპუბლიკური მმართველობის საპარლამენტო რესპუბლიკის ფორმა და ნახეთ ეს ყველანაირი არჩევნები როგორ იყო პირდაპირ არჩეული პრეზიდენტი ეხლაც ხდება აქ ეს ცალკე თემა, ცალკე ჩვენი ჩვენი ტკივილია თითოეულ პროცესზე. და მიდივართ იქამდე რომ ეს არის გარდამავალი დემოკრატიის პერიოდი. ჩვენთან ახლა ეს რაც მოხდა დემოკრატიული პროცესები რაც განვითარდა ევროპაში და საერთოდ ევროპაში, ამას ნუ საკმაოდ ხანძლები პერიოდი ვაყვა ხო, ნუ დავიწყოთ ახლა ევროპა დაწყნარდა ვესტფალიის ზავის შემდეგ, ხო, მე დაიწყო ეს გამოჩნდა რეგიონ და ანუ სახელმწიფო ინტერესები, ეროვნული სახელმწიფოების პრინციპები ჩამოყალიბდა უკვე რა ეროვნული ინტერესები და ეროვნული სახელმწიფოები შეიქმნა, აქედან გამომდინარე დაგვაჩა სიტუაცია და ეს პროცესი თანდათან მედიოდა რაღაც უკვე გაჩნდა, ნუ ბრიტანული ინგლისური საპარლამენტო თემა ერთია, მაგრამ მე რო მე-19 საუკუნეში საპარლამენტო მმართველობები შემოვიდა და რაღაცა ამან უკვე ანახა გარკვეული რაღაცა ის მხარვეზები, პლუსები, მინუსები და ყოველ შემთხვევაში ჩამოყალიბდა ეს პროცესი გაიარა. პირველი მსოფლიო ომის მერე მოხდა კიდევ ერთი გადახედვა მსოფლიო რუკაზე გაჩნდა ვუდრო ვილსონის ეს ძირითადი რაც იყო მან რომ ეს არის ჯობია კოლექტიური უსაფრთხოება ჯობია ძალთა ბალანსის სისტემა შექმნას, ხო? რომ კოლექტიური უსაფრთხოება უფრო მოცემულობითია და ნუ ბოლო მომენტები ქონდა უკვე რაც ეს იყო პირველი იმპერიების ნგრევა იყო პირველი მსოფლიო ომის დასრულების მერე და თუ რამე მოხდა მოკომერე მეორე მსოფლიო ომის დამთავრების მერე უკვე რაღაცა ჩამოყალიბდა, ხო? და მივიღეთ ის მსოფლიო წესრიგი და საერთაშორისო ურთიერთობები და საერთაშორისო სამართლის პრიმატის თემა შემოშოვდა და დავბაგდით, ხო? ანუ ის დემოკრატიული პროცესები როგორ მიმდინარეობდა სხვა ქვეყანაში, ხო? ნუ მეტაგნებად გავიარეთ. მოდი გადავხვიდეთ რაც იმ რუკაზე რაც დარჩა დღეს რაცავთ ევროპის რუკაზე, ნუ რამდენი მონარქიული სახელმწიფო. რომელიმე სახელმწიფოში აუზას მონარქია არსებობს, კონსტიტუციური მონარქია, შეზღუდული მონარქიები
რომელში არის დესტაბილიზაცია, კრიზისი, აი რამე სხვა ის რაც ხო, ანუ ყველაზე განვითარებული, რა თქმა უნდა, ყველაზე დემოკრატიული, სტაბილური, ადამიანის უფლებები დაცული, ყველანაირი კუთხით საერთაშორისო სამართლის ნორმების ყველანაირი მისი არის დაცული აი ამ მართლობის პირობებში. კი ბატონო. უზურპაცია ხელისუფლების არც ერთ მონარქს არ მოხდა. რა თქმა უნდა, არც ფიქრობს არ არის. არც არის ამის აუცილებლობა. ხო და მოდით ამბობთ გავავლოთ რაზე, ანუ პარალელები დავუშვათ იქ სადაც მოისპო მონარქიები იმ ქვეყნებში, იმ რამდენად რთული პროცესები და დღესაც კიდე კი ბატონო. რთულ ვითარებაში არიან ძალიან ბევრი მიმართულების არ გვაქვს ლაბორატორიული ბულგარეთის მიმართულები საბერძნეთთან და პასთან დაკავშირებით. მაგრამ როგორი მომენტია ერთი არის მან პრობლემატური რატომაც მოინგრა ის დინასტიები რომელიც აქ იყვნენ არ იყო იმ ქვეყნის დინასტია. კი ბატონო. ბეჭდებს ის იყო ან ქალქურდების გოგეცოლელების მოსალფენების იმათი კი ბატონო. არქოლი ის იყო ანუ იმპერიიდან ანუ ავსტრია-უნგრეთის ანუ გადმოდი და გამომდინარე იყო და ანუ ბუნებრივი მისი ანუ ენდემური მონარქია. ჩვენთან რა გვაქვს? ანალოგად აბსოლუტურად ჩვენი სიცხოცეული დინასტია არის, რომელიც ბოლომდე თავისი არსებობის ისტორიის 1000-ოვან მეტი ისტორიის მანძილზე იყო ქვეყნის და ერის გამსახველი. კი ბატონო, აი ეს ფორმულა რომ არის ხალხი უნდა ემსახურებოდა, მეფე უნდა ემსახურებოდა ხალხს და რა თქმა უნდა როგორი მომენტია. სულ იყო საქართველოს. სულ იყო და მოდი დავიღოთ პარალელები, როდესაც მეფე თავს წირავდა. რა თქმა უნდა. ერისთვის რომ ის ქვეყანა არაუხრებული იყო, პირიქით მიდიოდა ხოლმე. საკუთარ თავზე. კი ბატონო. უზრუნველობას იყო ეს საკუთარი პირშოების, შვილების ზეულა დატოვების თემა იყო რაღაცა ეს სამკო მეფეს ეს მისი ვალდებულება. რა თქმა უნდა. ეს იყო მისი უზრუნველობა ეს მომენტი ერის წინაშე. თუ გავაგავხოთ ისტორიას, ჩვენსაც არც ერთი საქართველოს ისტორიის ხანში მანზე აჯანყება მეფის წინაშე არ ყოფს. რა თქმა უნდა, აბარა. კი, ინციდენტი არ ყავს საერთოდ. აგეთი რამე არა. ხო. მეორე მომენტი რომ რა არის რაღაც იმიტომ რომ ეს მონარქია არ არის მარტო რაღაც პოლიტიკური მმართველობის ფორმა. აქ რაღაც საკრალური ელემენტები არის, რომელიც ამცადის უალოდ რაც აკავშირებს ძიურ რაღაც ზეციურ პაროლობას და მათთან რაღაცნაირი სხვა სიწმინდეები არსებობს ამასთან დაკავშირებით, თუნდაც ის არ ვიყოთ რომ უნიკალურია იმით რომ ნებისმიერ სასულიერო ერარქზე მაღლა დგას მეფე, რომელიც მხოლოდ იმიტომ, რომ ის ორჯერ ცხებულობს მიობს. კი ბატონო. ეს განსაკუთრებულ პოზიციაში ამყოფებს და მითხოცა თუ მორწმუნე ადამიანი ხარ და იცი მოსმენასთან უბრალოდ იმიტომ არა რომ მოდაშია დღეს რწმენა და რაღაცა და ფეჯულაწერა იმართუნდა თუ მორწმუნე ადამიანი ხარ და შენ არწმენა გეცნია. ეს რა პროცესია, როცა მირონა გეცხება. იქ რა ხდება კიდე? კი ბატონო. ეს სხვა თემა. გასაგებია. თან კიდე ის რამდენი წმინდანი მეფე ყავს ხო? აი მე მგონი საფრანგეთს ერთი ყავდა და ჩვენ რამდენი წმინდანი მეფე ყავდა კაცო ეს რას ნიშნავს რომ ეს იგი ხო მათი წმინდაც არ იყო დამოკიდებული რაღაცა ეს იყო თავგანწირვიდან მიღებული ეხლა ქვეყნის გადარჩენი და გამომდინარე იყო ეს ყველაფერი დემეტრე თავდადებული დემეტრე მეორესთან დაკავშირებით ხო ყველაფერი შეიძლება თქვა ილაპარაკო ხარ ის რომ საშესმული ანგელოზი იყო და ის კაცობაში მისანა იყო რომ ის იყო აბსოლუტურად სრული ადამიანი ხელმძღვანელობდა იმ კონjunქტურიდან გამომდინარე რაც იყო პოლიტიკური აუცილებლობის გამომდინარე და რამდენსაც საჭირო იყო მე თორემ მოიყვანა რა თქმა უნდა მაგრამ ზოგი პოლიტიკური შეხედულებები ხო ნუ მაგრამ თავ შესაბამისად ის მოიყვანა იმ კონjunktურიდან გამომდინარე რაც არსებობდა ვითარებაში და მაგრამ როცა დადგა საკითხი აი ის იქ არის მისი მან საკუთარ დავიქ ბოლომდე გასცირა რა თქმა უნდა იყო დათქმა რომ მთელი ის ბოღმა და შურიზიება და ის რაც ჰქონდათ მას მან აიღო თავის თავზე გადაარჩინა
ერი აუხრებას. კი ბატონო. ისო დაჩენილი იყო გამაგრებო მან იცოდა ყველანაირი სიტუაცია რომ ის ამას მოხდა ძალიან დიდი სისხლის ზღვრა და მან ამჯობინა რომ მე ჯობია მე ჩავიდე კი ბატონო ვიდრე ისინი მოვიდნენ ჩავიდე და თუ რამეა და კი ბატონო მე ჩემზე იყარო ჯავდა ერი გადავარში ეს ორი მომენტია ეხა დღევანდელი ის გადასახედიან რაღაც იოლი სათქმელია მაგრამ ამას ხო როგორ შინაგანი არა ის აბარა ეხლა დღეს მე არ მგონია და არც ავიცი ხო როგორც მოარული ხმები დადის მე რო ესე იგი არც ერთი მაღალჩინოსანი ჯარში არ უშვებს თავის შვილს კაცო და ამა აი ეს მეორე ეს თუ თავარი დელერა მივივართ იმასაკითხან დაკავშირებით ხო ასე დღეს გარდამავალი პერიოდი გვაქვს ხო მოდი ავიღოთ შევაფასოთ ჩვენი შესაძლებლობა სრული აბსოლუტური გაუგებრობა, ქაოსი რო არ დავარქვა, სრული გაუგებრობა არსებობს ყველა ამ მიმართულებით, ხო? ჯერ ერთი ვერ ჩამოყალიბდით ამდენი წლის განმავლობაში ბოლოს რაც თქვათ ახლა 2011 წელს მიიღებული სამოქალაქო უსაფრთხოების კონცეფცია სასწავლო ეწება და განახლება ჭირდება და სულ აი პოლიტიკური ვითარება იცვლება რაღაცები აქცენტები იცვლება და ეს შესაბამისად ეს კონცეფცია ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია უნდა იყოს ძალიან ისეთი ჩამოყალიბებული თემამდე როცა ვაკეთებ სახელმწიფო ინტერესების ღალატზე გვაქვს დაპარაკი რა არის სახელმწიფო ინტერესები შენ გაუსულიშო საკუთარ უსაფრთხოების კონცეფცია შემოგიყალიბებია აქცენტები არ გაგაკეთებული და სად არის ინტერესები? კი ბატონო. ამდენი ხანი გავიდა პერიოდი და დოქტრინა არ გამოჩნდა, გეოპოლიტიკური დოქტრინა არ გააჩნია ქვეყანას, ხო? ეხლა ხან ფოტოჟურნალისტ ვახტანგ მაისაიამ და თან ავტორი ყავს დაიწყეს შექმნას და მუშაობა დაიწყო და ძალიან საინტერესო ხო ბევრ მომენტებში ახლა რაღაცა საკამათო თემები აქვს გასაგებია მაგრამ დაიწყო მუშაობა მივესალმები ბატონ ვახტანგთა ფონდზე საუბარია მისაუბრებელზე და ბევრი ახალი ტერმინოლოგია შემოიტანა და რაც ვეთანხმები კიდევაც რომ ჩვენ სამხრეთ კავკასია არის ჩვენ ცენტრალური კავკასია არის ჩრდილოეთ კავკასია ცენტრალური კავკასია და სამხრეთ კავკასია არის ის რომელიც ფაქტიურად ჩვენ ქვემოთ არის და მცირე კავკასიონის ქედთან და ანუ ცოტა უფრო ის უნდა იყოს ის რაც საქართველოს ტერიტორიები რომელიც მოქცეულია სხვა ქვეყნებში და იგივე აიღოს აზერბაიჯანის მხარეზე ის რეგიონალური სამხრეთ აზერბაიჯანის თემა აი ეგ არის სამხრეთ კავკასია ანუ ჩვენ ვართ ცენტრალური კავკასია კი ბატონო და აი ესეთი ტერმინოლოგიების შემოსვები და ამ კუთხით მუშაობა რა ხან დაიწყო ძალიან მივესალმები და ამასთან დაკავშირებით ამ პოზიციურად მიმაჩნია რომ ის თანამშრომლობა გაგრძელდეს მუშაობის ძიება იყოს ამასთან დაკავშირებით რა თავია მე მიკვირს იმ პოლიტიკოსების საერთოდ დამოკიდებულება რომლებიც აი ახასიათებს იმედი აქვს თუ რაღაცნაირ ფორმით აღდებიან რუსეთთან. რაღაცა მოლაპარაკება, რაღაცა რაღაცა კავშირებით რაღაცის გაკეთება შეიძლება. ეს არის ნონსენსი. და გეტყვი ძალიან მარტივად, რომ 1996 წელს ალექსანდრ დუგინმა გამოსცა თავისი ნაშრომი Новая геополитическая доктрина России. კი ბატონო. საკუთარ ქვეყანაში ჩამოაყალიბა ადამიანმა და უწერია და თავარი ის არის ეს სიგნი არაოფიციალურად არის მასზე მისი დაყრდნობით მაგ ინტერესებზე გათვალისწინებით მიდის აეწყო თანამედროვე 2000 წლიდან პუტინი მოვიდა მაგ პრინციპს ეყოლა და მაგ პრინციპით მიდის ასე ვთქვათ ამოცანებს სახავს შესაბამისი მიმართულებით ამ დოქტრინაზე და თავის ქვეყანაზე ფიქრობს ხო თავის ადამიანს უწერია რომ независимость Грузии не входит в стратегические интересы России. ანუ
აკო დამთავრებულია ყველა ლაპარაკი უბრალოდ ადამიანი თავი აპრიორში გეუბნება შენი სახელმწიფოებრიობა შენი არსებობა რუკაზე დამოუკიდებლად ეს არ არის ჩემს სახელმწიფო ინტერესებში ანუ შესაბამისად ერთადერთი რამაც ეს შეიძლება უბრალოდ სტატუს კო მიიღოს რომ ხარ ძლიერი სახელმწიფო ძლიერი პარტნიორებით და ძლიერი შეერაღებული ძალებით და შენთან უბრალოდ საკმაოდ ძვირი დაუждდება შენი სახელმწიფოებრივ ხელშეწყობა რომ ეს არის ის მომენტი რომ ესაა სხვა არაფერი და იმის ლაპარაკი რომ ასე ელაპარაკა ასე არ გააღიზიანო ეს არ გააღიზიანო ის არ გააღიზიანო ისე ელაპარაკო რაღაცები ბაბაია დაუძახო და ეს არის აბსოლუტური სიგიჟე კი ბატონო აბა სიბეცე პოლიტიკური სიბეცე რო აი ესეთი მიდგომით შენი სახელმწიფოებრივი ინტერესები დაიცვა კი ბატონო და შესაბამისად ეხლა რა გვაქვს ჩვენ ქვეყანას როცა არმია ყავს პროფესიონალი არის ნუ გაცხადებული არის 35000-იანი ორი ბრიგადი ხარ ყავს ყავს მაგრამ არ ყავს რეზერვი აქტიური რეზერვი აქვს არ გააწყობილი ეს ზურგის სამსახური ასაცია არ ანუ პირველი შეტაკების დროს ყველაზე დიდი დანაკერდი აქვს პროფესიონალურად ის პირველი იღებს ცეცხლს რითი ანაცვლებ როტაციას რითი აკეთებ როცა გამოდის გირჩი ისინი ამობრა არ მინდა ჩვენ სავალდებულო სამხედრო სამსახური ანუ სტულისში მაგრამ ვერც იმას დავეთანხმები ჩემო კარგო დღევანდელი თავდაცვის კოდექსის თანახმად რა სამსახურსაც არსებობს ეს ის სისულელია არ არსებობს ეგეთი მომენტი გაიწვი ობოთა და ყავდეს უბრალოდ ყარაულად წაიყვანო უფასო ყარაულები წაიყვანო წევადები რა თქმა უნდა არ გაზარდო სამხედრო თვალსაზრისით რა თქმა უნდა ეს ის სისულელია ახალგაზრდებაში განწყობა არის ნეგატიური არმიის მიმართ იმიტომ რომ ომში ასლაბაროგო უკითხო ომი დაეღადა ყველაგან რა თქმა უნდა მაგრამ ჯარში სამსახური არავის არ აქვს. რატო? იმიტომ რომ იქ ვერ ღებულობ იმას, რაც უნდა მიიღოს. კი ბატონო. და არ უნდა უბრალოდ კოლონიებში კოშკებზე მდგომი კი ბატონო. რა თქმა უნდა. და ყარაულად მდგომა რაღაცა ობიექტებს. მithmete ჩვენთვის ქართველისთვის ეს მიუღებელი თემაა. რა თქმა უნდა, მაგრამ ასე კი ჩვენ პროფესიული აღზრდის კუთხით მე მებრძოლ და მეომარი ხალხი ვარ ოდითგანვე, ხო? ხო, მასეც იყო, იგი ახალ ლაპარაკობს, საქართველოში აზნაურობა და დავადობა არ ყოფილა ვაჭრობის და ემისებად მიღარიებოდა. ყოველთვის იყო სიცხლის ფასად აგებული და ბრძოლის ველზე მიღებული ის, იმიტომ რომ შესაბამისად ეს იყო ეს განაპირობებდა და გადამდრო იყო დაურილი სისხლი და რა თქმა უნდა იმის ვახუშტის ჰქონდა მეგონი, იმიტომ მისდება ქვევიდან ზევითო სისხლი ორათო, ზევიდან ქვევით იმისა იღრება ორჯერ მეტიო და მართლაც მასე იყო რა. ნუ გაწეული საზოგადოება როგორი იყო? იყო ის ჯგუფი რომელიც ზღვრიდა სისხლს, იყო ის ზღვრიდა ოფს, ხო? კი ბატონო. ერთის ვალდებულება იყო დაეცვათ ის ზღვრიდა ოფს და ის ზღვრიდა ოფს ის ვალდებული იყო ერჩინა ის ზღვრიდა სისხლს. ანუ ეს იყო აბსოლუტურად სოციალურად გაწონასწორებული მომენტი. მობილიზაციაც ესეთი ჰქონდა. ქუდზე კაცი, კომზე კაცი. რა თქმა უნდა. შესაბამისად, როცა გაწევა ვინც როგორ ღებულობდა მეფის დაძახილზე ვის მომოდიოდა ზოლისულდა და ღებულობდა მონაწილეობა შესაბამისად პატივით აღიარება ის ღებულობა. რა თქმა უნდა ნებისმიერ გლეხს იმ კომზე კაც რო გადიოდა ქონდა დაწინაურება და ბევრი იყო ეგეთ მაგალითი. რა თქმა უნდა მოდი ავიღოთ რა იყო თავადი და რა იყო აზნაური. ხო თავადია ჩათვალოთ იმ კონკრეტულ რეგიონის მაღალი ოფიცერი მაგალი რანგის ოფიცერი აზნაური იყო ის პატარა ოფიცერი რომელიც მოყვებოდა და ემსახურებდა. საინტერესოა რომ არსეთი თავადი მეფის წინაშე ფინანსური ვალდებულებები არ აქვს. კი ბატონო, კი. იმისი ვალდებულებება იყო ბრძოლის დროს მხოლოდ ჯარის გაყვანა საკუთარი ხარჯით. კი ბატონო.
ეს იყო მისი ვალდებულება. ის სრული სუზერენი იყო თავის მამულში. რა თქმა უნდა. შესაბამისად, რაც შეეხებოდა საერთო ხაზინას, ის სხვა თემა იყო. კი, ის არ იყო ამასთან დაკავშირებული. ის გამოსა კავშირში არის. რა თქმა უნდა. თუნდაც ბევრ შემთხვევაში რუსეთის შემთხვევაში რაღაცა ის სხვა ურთიერთობები იყო და ხონდა და საინტერესო რა იყო კიდე ახლა მე რაც ნანახი მაქვს ახლა ძალიან ბევრი მაქვს ამასთან დაკავშირებით ის აქია ნაკლები და დაუშვათ წაკითხულიც. აი ეს ძირითადად ის კომზე კაცი რომელიც შეახა ჩვენ ვახსენეთ ესე ბოგანოვები იყვნენ. ანუ რა იყო ესე იგი ადამიანი რომელსაც მიწა არ ქონდა ის თავისი იმას იხდიდა სამხედრო ვალდებულებით იხდიდა ეს მათაც არ იყო იცი როგორი მომდა ბოგონო არ იყო როგორი მომდა ჩვენთან ჩვენი როგორი მომენტი იყო იცი არის მეწა იყო დაუშვათ დავოდის ხონდა მიღე მაგრამ ის ლეხი რომელიც მუშაობდა ის იყო მოდებულო რაც ევროპაში იყო ის იყო ის არენდატორი კი ბატონო რომელიც აზატები და ხო არენდატორები იყვნენ შეულებრივი არენდატორები იყვნენ იმით კი ბატონო რომელთანაც ისინი ღებულობდნენ შესაბამის შემოსავალს იგი და იმას თავისი ქონდა შემოსავალი ბატონს თავისასაც და თავისას იმყოფა ის მისი თემა იყო კი ბატონო ის აბსოლუტურად იცოდა ვიზეს რომ რაზე მუშაობდა როგორც მუშაობდა ის ვალდებულები რაც გააჩნდა ხო ის ხო მისი პირადი ურთიერთობების თემა იყო ასე რომ აი სამართლის კუთხითაც ისეთი დამოკიდებულება ქართული სამართლის ძეგლებთან დაკავშირებით იმინა გავიხსენო დავით დადიანს ჰქონდა მაშინ ნიკო დადიანი იყო მოსამართლე და დავით დადიანს ჰქონდა სადაო რაღაცა მიწასთან დაკავშირებით ერთ-ერთ გლეხმა შეიტანა სარჩები დავით დადიან ნიკო დადიანმა გამოიტანა ეს დიდი ნიკოს ხო დიდი ნიკო გამოიტანა განაჩენი რომ გლეხს სასარგებლო და მაშინ დავითმა მიმართა რომ კარგად გაიცა და კარგად განიხილებს ეს მან პასუხი გასცადა კარგად გამიცა განიხილება თუ სამართალი გინდა სამართალი ესეა კი ბატონო თუ შენ ამის მიტაცება ეს შენი სამართალია და არა სამართალი კი ბატონო და მაშინ ეს დამოკიდებულებას გეუბნებით რომ ის კი ბატონო აი ეს წესი და რიგი მე სულ ვამბობ მაგას ყველა იმაში რომ წესრიგი საიდან მოდის ან წესისა და რიგისაგან მოდის რომელიც საქართველოში სულ იყო ანუ დამოკიდებულება ესე იგი გლეხსა და თავის სუზერენს შორის აი იყო აბსოლუტურად ძალიან გალაიცა ხო რომელსაც არ არღვევდა არც ერთი წოდება არ არღვევდა არც თავადი არც მეფე არც გლეხი არა შესაბამისი ეს ამიტომაც იყო ყველაზე უგისი საქციელე ამიტომაც იყო არც ერთი გლეხს აჯანყება ყოფილა ყველაზე ცუდი მომენტი რაც შემოიტანას ესე იგი რაც იყო რაც უკვე ძალიან დაამზიმა და ძალიან დააშორა ეს საზოგადოება ერთმანეთს ეს იყო რუსეთის მაგ. რა თქმა უნდა, იმიტომ მაშინ აი პირველი აქ მოახდინეს რევოლუცია, ყველაზე ცუდი რაც იყო. ცუდი რაც მოხდა, ეს იყო რომ ის დამოკიდებულება დაანგრიეს. ბატონ ყმობის ინსტიტუტის შემოწანა რაც იყო რუსეთში პატრონობა დაანგრიეს. აი მან დაანგრიეს ყველა. თორე არ იყო საქართველოში ბატონ ყმობის ის ფორმა რაც ჰქონდა რუსეთში. არა კრეპოსნიკული არ იყო. ანუ ის გაროზგვა და შეურაცხყოფა ეს არის აბსოლუტურად რუსული ადმინისტრაცია რამან გამოიწვია კიდევ პირველი ღამის რაღაცა სისულელეები ეს იყო აბსოლუტურად რუსული კალკა გადმოტანილი მართლობის თემაში და აი ეს იყო რამაც საკმაოდ ტრაგიკული დაღი დაასვა. რა თქმა უნდა დღეს ამას ვიმკითხენ ზუსტად. ჩვენს მენტალიტეტში შეცვალეს არის ყველაზე არც სპარსეს გაუკეთებია ეს არც ოსმალეს და არც მონღოლეს. მე ამათა შეცვალეს ჩვენი მენტალიტეტი. აი ჩვენი უბედურება რა არის ჩვენ როგორც დამოკიდებულება გვაქვს უფლის მიმართ ჩვენს წმენასთან და რადგან ესენი ქრისტიანები იყვნენ ჩვენ ყველა ჩავთვალეთ ქართულმა რომ ესეც ისეთი საკრალური თემა არის მათთვისაც და ამიტომ აბსოლუტურად სხვადასხვა თემაა. კი ბატონო, არა და ნებისმიერი კუთხით რო ჩავდგო რუსული ეკლესია, რუსული მართლმადიდებლური ხალხში. მართლმადიდებლური პრავოსლავია საიდან წამოვიდა? როცა პეტრე პირველი დამიწყებს პრავოსლავია, კი ბატონო და იმან პირიქით გააუქ მაგას ის აქვე. გეტყვით როგორ რა არის პრავოსლავია? როცა დაიწყო მან გაანადგურა
სტარაბერებს შეუძლია შემოიტან ახალი და განაახლა ტიბიგონი ეს იყო რომ 2 თითისგან 3 თითით უნდა კი ბატონო მაგ შემდგომ как ты славишь Господа правильно славлю тремя перстами აი გარვიცოდი ნამდვილად ხო და აქედან მოდის православие как ты славишь Господа правильно славлю тремя перстами გასაგებია ეს ნამდვილად არ ვიცოდი ხო აი ეს აქედან მოდის უკვე православие თემა ასაც ქვია აი ეს თემა თორე ავიღოთ თავშიოთ დაუბრუნდეთ თავში რუსეთის ეკლესია რუსული ისტორია ზარე გადაწერილი ეკატერინე მეორის ბრძანებით როცა უკვე რაღაცნაირად უნდათ მართლებინო გაეკეთრებინათ ასე გაეправებინათ ბწყალებში ვიყვან ამცე რომ როცა ავსტრია-უნგრეთმა პრუსიამ და რუსეთმა გაყვეს რეჩპოსპოლიტაზე და მოექცა თანამედროვე უკრაინა და ბელორუსია და პოლონეთი ნახევარი რუსული ვარშავა ფაქტობრივად რუსეთის იმპერიის ქვეშ მოექცა და მაშინ მან შექმნა დააწერინა ეს ლეგი და რატომაც იყო მაშინ ორცაბიან არწევს ერთი გვირგვინი და როცა ეს შემოიეცა ეკატერინე მოახდინა გვირგვინს 3 გვირგვინი 2 პატარა და 1 დიდი და რუსულ არწევს და თქვა რომ это единство малый белый малый и великий Россия ანუ ბელორუსია ანუ აბსოლუტურად პოლონელები არიან და ლიტველები არიან არაბ ეგეთი ტერმინი და ეთნოსი ბელორუსია არსებობს ეს უა ტერიტორიიდან როგორც დაარქვა იმ ტერიტორიასაც მოიხაზა დაარქვა ბელორუსია და მოიქცა ლიტველებისა და პოლონელების ძირითადი შემადგენლობა კი ბატონო ეს გაყავდა ბატონო ბატონოს შესაბამისად იგივე შემინდა თქვა მე რაც მოლდავანი არაფერი მოლდავანი არ ჩაოლებრი ბესარაბია იყო ჩაოლებრი როგორც ერთი კუთხე იყო და რუმინეთის ნაწილი იყო კი ბატონო და მალოროსია და შესაბამისად ეს დამოკიდებულება იყო ხო იმიტომ რომ ის წმინდანები დაუშვათ აი ძალიან საინტერესო ისტორიკოსი არის რუს ევგენი პანასენკოვი კი მან გამოსცა научная история ვასილ დინასტავოგოდა 1812 წლის სამეცნიერო ისტორია. ნუ აბსოლუტურად განადგურებული ყავს და სწორადაა განვითარებული გაკეთებული შეფასებები 1812 წელთან დაკავშირებით, ხო? სწორი შეფასებები ის გადაწერილი ისტორიების თემები, რაც გადაწერა მე შემდგომი გადაწერა ხდებოდა და საკუთარი პროპაგანდის ქვეშ ექცეოდა რუსული ისტორია, ის ამას იწყებს ეკატერინე მეორე. იგივე დიმიტრი დონელის, ალექსანდრე ნეველის შესახებ ისტორიულ წყაროებში არის, ნუ 5-6 წყარი შემონახული. ხოლო 150 წლის მერე დაწერილი არის ჟიჭიე. ანუ საეკლესიო საკითხი და არის ხოლმე როგორც შეიძლება 150 წლის მერე ცხოვრება ადამიანმა დაწერო ცხოვრება და მოღვაწეობა იმისი, რომ არც მოსწრები. რა თქმა უნდა. ეს ჩვენ აგიოგეოგრაფიაში გვაქვს რომ იაკობ ხუცესი იყო უშუალო მონაწილე და მან შექმნა ეს ჟურნალისტი და ის მის თვალწინ მოხდა გრიგო ხანძრთან დაკავშირებით მისი ცხოვრების აღწერილი მონაწილეობდა იმ პროცესში მონაწილე ხო და 150 წლის მერე რაღაცა ხოტბას მიწერნო ცოტა არა 50 წლისი რა იყო იმას ვარკვევთ და ვერ გაგვიგვევით თანამედროვე ციფრულ გარკვევას ხო და ხო წარმოგიდგენთ ეს იყო და რუსებმა ეს ისტორია ანუ ეს რუსკო დღესაც არიციან სად მოხდა კულიკოვის დრო ბატონო რა იყო კულიკოვის დროში აქეთაც რუსები იყო იქაც რუსები ალექსანდრე ნეველი Rimiro, ani iყვნენ ქრისტიანები ბოლომდე ან არ იყვნენ ბოლომდე ქრისტიანები. კი ბატონო. და მათი გაწმინდანების თემა. ანუ ცოტა ეს მომენტია, საერთოდ რუსე მოსკოვის კათედრის დაარსებაც ხო იცით როგორ მოხდა, ხო? მოიწვიეს კონსტანტინოპოლის პატრიარქი, რომელიც ფაქტობრივად დევნაში იყო, დააპატიმრეს, სანამ არ აღიარებიდეს. კი ბატონო. ხო, ანუ
ცოტა რუსული ეკლესია საკმაოდ არა ესეთი მყარნიადაგზე არის და არა სამართლიანიადაგზეა და კიდე საკეთე თემა არის ამასთან დაკავშირებით სალაპარაკო. ხო ახლა დაუბრუნდით მონარქიის თემას. ხა მაინც და სჭირდება თუ არა მონარქია საქართველოს. აი მან ვიდიო განუმარტოთ რა კარგად. კიდე რატო ჭირდება? მოდი არ პირველი და რაში მჭირდება ხო ეგეც აი ეს არის პირველში რაზეც მინდა გავაკეთო აქცენტი. იმიტომ დღეს რა სიტუაციაა გვაქვს საკმაოდ ვიცი არა სტაბილური პოლიტიკური მდგომარეობა. Ну დღეს თავი რომ დავანებოთ ის რაც ხდება, რაც მოახდინეს ხელისუფლების უზურპაცია და რა სამართლებრივ ფორმაში იმყოფება და რა პრობლემები აქვს, საერთოდ პოლიტიკოს რო შევაფასოთ ამას, მოდით შევხვდეთ ძალიან ესეთი გამოვყოთ პოლიტიკური შემადგენელი, ანუ პოლიტიკური პარტიული შემადგენელი რომ გამოვყოთ და სახელმწიფო ინტერესებზე რო ვილაპარაკოთ, ხო? ანუ სახელმწიფოებრიობიდან გამომდინარე, გვაქვს სერიოზული პრობლემა. არ გვაქვს არმიაში გვაქვს სერიოზული პრობლემა. რო არ ყავს სტაბილური არმია, არ ყავს რეზერვი, არ გაქვს შეიარაღება, არ გაქვს დაცული, არ გაქვს სამოქალაქო დადოსი გალაგებული და მithumets რისკები ინტერვენციის ბუზარმაზარი ტერიტორიული სერიოზული პრობლემები და ძალიან ბუნდოვანი მომავალი დრო არ გაგაჩნია გეოპოლიტიკური დოქტრინა, არ გაგაჩნია უსაფრთხოების კონცეფცია. ებადო. ანუ რა გინდა? არ ვიცი. ხო, არ ვიცი როგორი მომენტი გავუგებო რომ როგორი მომენტი მე თავის დროზე ნაციონალური იდეოლოგია რა გვაქვს. იდეოლოგია, მოდი ეს უდა, იდეოლოგია, რის იდეოლოგია, მოდი აქ. იდეოლოგია არის მე იდეოლოგია, მე დავარქმევდი ქვეყნის გეოპოლიტიკური დოქტრინა, ქვეყანა, ხო, იდეოლოგია, იცი როგორი უფრო რაღაცნაირი მიმაჩნია, რომ აი რაღაცა დოგმის გარეშე, დოგმის ქვეშ გაერთიანება არ ჭირდება. არა, ქვეყანა ჭირდება აბსოლუტურად გეოპოლიტიკური განვითარება რა, როგორი სახელმწიფო შექმნა. რა თქმა უნდა, აი ეს არის, თორე იდეოლოგიური დოგმა ცოტა ძალიან ძიმე თემა არის, იმიტომ რომ შეიძლება სხვანაირად იყოს გაგებული. ცოტა ფილოსოფიურისაა. ხო და ეს დოგმატიზმის ქვეშ, რაღაც დოგმის ქვეშ რაღაცა ცოტა არაჯანსაღად გამოიყურება და აი გეოპოლიტიკური დოქტრინა არის ქვეყნის განვითარების ის სტრატეგიული გეგმების არსებობა და თანმიმდევრობა, როგორც გინდა შენ სახელმწიფო გაზარდა. ქვეყნის სტრატეგიული მიზანი ვერ შეიძლება იყოს რაღაცის წევრობა. ეს წევრობა არის საშუალება. იმიტომ რომ ევროკავშირის წევრობა მიზანი არ არის. არის საშუალება, რომ იყოს დაცული, კონდეს ეკონომიკა, რატოს წევრობა არის, შენი უსაფრთხოების გარანტია. ანუ ეს არის ის საშუალება, რაც უნდა გამოიყენო. დიახ. რაც დაიცავს ჩვენს ქვეყანას. სტრატეგიული პარტნიორების სწორი მიმართულების შერჩევა, ეგეც არის შენი ამ გეოპოლიტიკური დოქტრინის ის ქვაკუთხედი, რაც შენ აქვს. საერთოდ გვანახა რა ისტორიულად შენი სტრატეგიული პარტნიორთან, რომელსაც არ გაქვს შენ უშუალო სახმელთო საზღვარი, მეტად მნიშვნელოვანია ასეთი პარტნიორის ყურადღება. დღესდღეობით რატო იყო მნიშვნელოვანი ამერიკისთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა? ამერიკას რეგიონში შედებოდა მწარე პარტნიორი. და ის დაინტერესებული იყო, რომ შენ ქვეყანაში ყოფილიყო ძლიერი სახელმწიფო ყოფილიყო, ძლიერი სახელმწიფო არსებობა არის მის ინტერესში, რომ ის შეიძლება მას დაეყოს და მის პარტნიორი იყოს. და მე ცოტა ვერ ხვდები, რატო უნდა გერჩინოს ამერიკულ და ამერიკასთან პარტნიორ ურთიერთობას კომუნისტურ ჩინეთთან პარტნიორობა. აი კი ბატონო. აი პინეს ორ ხაროს რატო? რა თქმა უნდა. ანუ რა სარგებელია კომუნისტურ ჩინეთს აბსოლუტური გაუგება თავს მე თემა საგესალაპარაკოა იმას თავის რა ისა და რამდენად საფრთხოა შენთვის ერთი კი ბატონო. და რამდენად საჭიროა შენთვის მეორე. ხო, ასე და ეს ამ კუთხით მე ვთქვი სახელმწიფოებრივად ვიაზრობ და მიუძგებით, ხო? გჭირდება ისეთი სახის მმართველობა,
რომელიც გარანტია იქნება შენი სახელმწიფოების. სამშობლო რაღაცა ტერიტორია და ის არ არის რა, რაღაცა ტერიტორია, სადაც დაიბადე რაღაც ის არის. შენი სამშობლო და შენი პატრიოტიზმი გამოიხატება იმაში, რომ შენი სახელმწიფო არსებობის ერთგული. კი ბატონო. ანუ სახელმწიფო უნდა იყოს, შენთვის შენი ქართული სახელმწიფო იყოს უმთავრესი მიზანი და საზრუნავი, რომ სახელმწიფო არსებობდეს, იყოს სამართლის სრული პასუხიანი წესი. რა თქმა უნდა. აი ესაა მე თორემ თირა საბჭოთა კავშირს ვიყავით სამშობლო საქართველოს აქ ვიყავით მაგრამ ის არ იყო ის რაც რა თქმა უნდა მაგრამ ჩვენ არ გვქონდა ჩვენი სახელმწიფოებრივი კი ბატონო და მაგისთვის ზრუნავდით რომ ეს მოგვეპოვებინა და აი მისი ასეთი ღირსება რა სხვა თითოეული არ ვიცი რა დავარქვა ეხლა ის 9 აპრილის გაცხადება რო წავიკითხე მთავრობის გული ამის აი არ ვიცი როგორ უნდა დაწერო და რას უნდა შეადო ნუ ცოტა ნონსენსია ჩემთვის რა მიუღებელი ამიტომ ქვეყნის პოლიტიკური განვითარების გარანტულად და პოლიტიკური კრიზისისგან დამცავი არსებობს კონსტიტუციური მონარქიის მონარქი. თუნდაც ისაც რასაც ჩვენ წავაწყდით დღეს, ხო? აი არჩევნების მომენტ, ხო, ანუ უზურპაცია ერთი პოლიტიკური ჯარის მიერ. თან ამას დაუშვათ, რომ როცა ხდება ასეთი გაუგებარი გარდამავალი დემოკრატიის პირობებში, უცხო ქვეყნის ფინანსური ანგაჟემენტისგან გამომდინარე, ფინანსური ინტერესები გამომდინარე და პოლიტიკური ინტერესები გამომდინარე ხდება გარკვეული პოლიტიკური ზარის მხარდაჭერა, რომელიც ბოლომდე იღებს ხელისუფლებას ხელში და ახდენს მის უზურპაციას, ხო? ამისგან დაცვა დღესდღეობით ხა, ნუ არის შეუძლებელი, ნუ ხო ხდებით რა სიცოცხლე, ხო? ხა ჩვენ როცა აი ეს უშუალო განხეთქილების მომენტი დაიწყო უკვე და ეს აღმოჩნდა როგორ ერთხარეს იყო საკუთარ არჩეული პრეზიდენტი და განვითარების ერთხარეს და მეორე ამან ეს სიტუაცია ვერ განიმუხტა პოლიტიკური კრიზისი კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გავიდა იმდენ რაღაცა ასაკი ვადა დაუთავრდა და უკვე პარლამენტი ეს კრიზისი, პოლიტიკური კრიზისი იყო იმით, რომ არ იყო ერთი გარანტია. კი ბატონო. რო განვიხილოთ ეს ყოფილიყო მონარქიის შემთხვევაში, მონარქიის წინაშე ხალხის პეტიცია 200,000-იანი მინის რო დაიწერება და შეობა ეზია რომ ესაა დარღვეული, მონარქიის პირდაპირ იყო დაითხოვდა ერთ მთავრობასაც და პარლამენტსაც. ანუ შენი პოლიტიკური კრიზისის გარანტი რო არ იყოს, არის გამოდის ეხა მე, ხო? კი ბატონო, ეს ვიღაც რა თქმა უნდა, მაგრამ ეს უნდა ავიღოთ მომავალშიც რომ არ დაუშვა საარჩევნო სისტემის ხელყოფა. რატომ არ ხა ის ვინც არიან დანიშნულები საარჩევნო ადმინისტრაციაში ყველა არის ერთი პარტიის მხარეა, ყოველთვის მხარეა. არის მხარე. ვიღაცა რომელიღაცა მაგ უმრავლესობაში მოსული პოლიტიკური მხარე არის, იქ იქ პროფესიონალზე ამოფლა პროფესიონალ ნიშნით არიან ესენი შერჩეული, მაგრამ აბსოლუტური პოლიტიკური ელფერი აქვს და შეფერილობა გააჩნია ერთის თუ მეორეს. ამ შემთხვევაში კონსტიტუციური მონარქიის პირობებში ეს იქნებოდა სახელმწიფო მოხელეები, რომელიც მეფის ხელისუფლების იქნება დანიშნული და აბსოლუტურად ნეიტრალური რა თქმა უნდა, მაგრამ იმიტომ რომ ის არ არის იქნება დამოკიდებული არც ერთ პოლიტიკურ ძალაზე. კი ბატონო. კი ბატონო, ის მოსამართლეების დღეს იგივე მოსამართლეების ხო, არ არის იუსტიციის საბჭო არაფერი, იქნება აბსოლუტურად სხვა სისტემა იქნება. მონარქიის ქვეშ იქნებიან ესენი და მათი ხელშეუხლობა გარანტირებული იქნება კი ბატონო ბირონცხებული მეფის მიერ და პოლიტიკური ანგაჟემენტი მაგას ხელყოფას ვერ უხდებს. კი ბატონო, ეს არის ძალიან კარგი გადაცემა გამოგვივიდა დღეს ბატონო სიმონ და მე ისე ვატყობ ეს რაც ბაპატით რაც ეხა თავაზე მინდა გადასულიყავიო არმიაშიც უპირველეს ყოვლისა
არმიას რა როცა უმაღლესი მთავარსარდალი ყავდა რამდენი 6 პრეზიდენტი არც ერთი დამსახურებული ერთი შევარდნეს ჰქონდა მარტო იყო შინაგანი ძალების გენერალი დანარჩენი აბსოლუტურად ჯარში დამსახურებელი არ ყოფილა კი ბატონო სამხედრო რუგადა გაგება შეხება არ ქონია არც კი ბატონო სერჟანტიც არ ყოფილა არა ანუ სერჟანტი გაგების სერჟანტი იყო მიშა სააკაშვილი უბრალოდ მუშაობდა სახურობდა მოსასაცხო ჯარში რომელიც იყო გაგების ჯარი იმის იქ სამხედრო როგორ შეიძლება უმაღლესი მთავარსარდალი და მეორე რა წამოდგენა არ ქონდეს რა არის ჯარი კაცო რა თქმა უნდა და მეორეც ერთი ხა უფლისწული რომელიც რა ნახეთ ხო ესპანეთის კი ბატონო იმაზე ვილაპარაკეთ მაგალითად და იგივე ვიყოთ ბრიტანეთში იგივე ყველა უფლისწული არის დამსახურებელი არ ჯარში იქნებოდა არ იქნებოდა თუ უილიამსი ხო ეს მისიებშიც მიიღეს მონაწილეობდა საკუთარი არმიის კი ბატონო ოფიცრები არიან ხო ანუ ეს რამდენად წევს ის არმიის შეიარაღებული ძალების პრესტიჟი, მასშტაბი, საკურობის სურვილს, ეს ცალკე თემაა. კი ბატონო. და მეორეც ერთი, უშუალოდ დაქვემდებარებაში ყოფიდა უციდან ჯარში და არმიაში მეფესთან ერთად რო ხან დამსახურები, იქ სხვა ურთიერთობები, სხვა დამოკიდებულება და სხვა პატივცემა არსებობს. კი ბატონო, რა თქმა უნდა. მთავარსარდალის მიმართ. და შესაბამისად, როცა უფლისწული მსახურობს ჯარში ვერც ერთი მინისტრი და ვერც ერთი ვერ დამალავს თავის შვილს. საკუთარ შვილს ვერ აღაცილებს. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. პასუხისგებლობა საკუთარი ქვეყნის თავისუფლების ყველა წინაშე გაჩნდა. რა თქმა უნდა. მოკლედ ძალიან კაი გადაცემა გამოგვიდა და მე მგონი არ მგონია რომ ეს ჩვენი ამ თემაზე ჩვენი პირველი და უკანასკნელი გადადის იყო საქმე იმდენად საინტერესო ყვებით ამ ყველაფერს და ძალიან ბევრი დაგვშა სალაპარაკო კიდე. ძალიან ბევრი დაგვშა განსახილველი და თუ თქვენი სურვილიც იქნება კი ბატონო შემოვნეთ როცა გაგიხსნა მე ხა ციგზე მუშაობ და მინდა ეს კონცეპტუალურად ყველაფერი ჩამოვაყალიბო და შესაძლოა გამოვწე ჩემი ხედვა იქნება და სახელთან დაკავშირებით ვიყავი ერთი ესეთი ხაფის პაშაევი აზერბაიჯანის პირველი ელჩი იყო ამერიკაში და მან გამოსცა თავისი მოგონებების წიგნი და დაარქვა და საფრთხე იყო მისი მამისგან რომელიც იყო პროზაიკოსი სახელწოდება მამამსაკ რომანი დაწერილი ერთი ახალგაზრდის მანიფესტი და მან გამოსცა თავისი მოგონებების წინაშე ერთი დიპლომატის მანიფესტი. ხან ვიყავი ბაქოში უმრად და ასე თხოვე რომ წიგნზე მუშაობ და თუ შეიძლება ალბომაც კი აი ეს რა ზაპირებო დაარქვათ მეთქი ერთი მონარქისტის მანიფესტი. ხო და აი ესე მინდა გამოვწე ხა მუშაობ ამ წიგნზე და მინდა გამოვწე ერთი მონარქისტის მანიფესტი რომელიც შეხაი ამ თემას ყველაზე უფრო დააწრულებით და მეტად უფრო დავაგებულად და უფრო რაღაცა კონცეპტუალურად აწყობილ ძალიან საინტერესო ვაპირებ თემაა და რა ვიცი აბა ნახოთ მე მინდა მადლობა გითხრათ დღეს ჩვენი სტუმრობისთვის და იმ საინტერესო საუბრისთვის რაც თქვენ ესე იგი დღეს გააჟღერეთ და იმედია თუ თქვენ თანახმა იქნებით კიდევ რამოდენიმეჯერ შეგაწუხებთ ამ თემასთან დაკავშირებით რომ ჯერ ვერ გავშალეთ კიდე ეს თემა ჩვენი იმედა გამომდინარე მაგას ხო და ალბათ უფრო კარგად უნდა გავშალოთ ეს ყველაფერი ბატონ სიმო თუ თქვენი სურვილი იქნება კიდე მოგიწევთ მადლობთ ყურადღებისათვის მადლობა თქვენ მოწვევისთვის